მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროლოგიის მითებზე მინდა დღეს გესაუბროთ. რა გგონია, სანამ ახლა კარგად გავარკვევით ასტროლოგიაში, რა გონიათ ხოლმე უმეტესად ასტროლოგია, რა შეცდომები შეიძლება, რა შეცდომაში შევიდეთ, როცა ასტროლოგიით ვინტერესდებით და ყველაზე ხშირად დილეტანტიზმს რო ვეძახით, ესე რომ ვთქვათ, და არის ხოლმე აქ პრობლემები, აი ცოტა ესე პროფესიული ასტროლოგიიდან გეტყვით, მე რასაც ხედავ ხოლმე, მე სადაც ვიყავი წლების წინ მაგალითად, ახლა ყოველთვის არ ვიცოდი ასტროლოგია და რა მითები ტრიალებს და ინენელა რაც უფრო ვერკვევით ასტროლოგიაში, სულ სხვა სურათი რო გვხვდება. პირველ რიგში ცოტა შემოვლით მინდა აგიხსნათ და ვინც კი საერთოდ მეცნიერება არის, ეს ფსიქოლოგია არის, ვინც კი უარყოფს ხოლმე ასტროლოგიას, რომ ეს არ მუშაობს. აი რა ჩაუღრმავდეთ, არავინ არ იცის ისე სიღრმისეულად ასტროლოგია, როგორც საჭიროა. ახლა რეალურად გულახდილად რო გითხრათ, აი ძალიან სიღრმისეული ასტროლოგიის ცოდნას მინიმუმ 1-დან 3 წლამდე ჭირდება. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ თეორია ძალიან დიდ მასალას მოითხოვს. ეს არის ათასობით კომბინაცია ფაქტიურად, რომელიც უნდა ვიცოდეთ და შემდგომ ამის აწყობა უნდა ვიცოდეთ მთლიან სისტემაში. აი ეს გავს, აი წარმოვიდგინეთ, ხა მანქანა კიდე პატარა რაღაცა არის. კოსმოსური ხომალდი შექმნაში რომ ვიღებდეთ მონაწილეობას და ყველა დეტალში ვერკვევოდეთ, ხო? აი დაახლოებით ესეთ რაღაც არის პროფესიონალურ ასტროლოგიას გეუბნებით. ძალიან ბევრი კომბინაცია არის, რომელიც მერე წლების განმავლობაში პრაქტიკაში ჯდება, იმიტომ რომ შაბლონში კიდევ ცოტა სხვა წერია და რეალურ პრაქტიკაში, თეორიაში სხვა წერია, რეალურ პრაქტიკაში ეს ამდენი კომბინაციის შებმა კიდე ცოტა სხვა სურათს განახებს. ამიტომ პროფესიონალური ასტროლოგია ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება. იქ შემოდის უკვე ასტროფსიქოლოგია, იქ შემოდის უკვე თანამედროვეობა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ძველი წყაროებით რო ვიხემძღვანელოთ, ხო? იყო რამოდენიმე ისეთი გამოკვეთილი კომბინაციები ადრე, რაც აღიქმებოდა, უბრალოდ არ არსებობდა ის ტექნოლოგიები და ის სამყარო არ არსებობდა მაშინ, რაც ახლა არის. ამიტომ ის ძველი ინტერპრეტაციები საერთოდ უკვე გადაკეთდა ფაქტიურად და სულ სხვა ფორმა მიიღო. ახლა ამიტომ ასტროლოგია ვითარდება. ასტროლოგია თანამედროვე ადამიანის მოდელს ერგება. და შესაბამისად, ყოფთ ხოლმე ვიღაცა ძალიან ძველ ასტროლოგიაში არის, ვიღაცა აი კლასიკურ ასტროლოგიაში არის, ზოგი უკვე ასტროფსიქოლოგიაში არის, კარმულ ასტროლოგიაში, მე მაგალითად უფრო ასტროფსიქოლოგია და კარმული ასტროლოგია არის ჩემი, ამას ვკლებდი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და 15 წელი ახლა დაახლოებით ასტროლოგიის სფეროში ვარ. პრაქტიკოსი ასტროლოგი ვარ თან და ყველაზე საინტერესო რაც არის ხოლმე, რაც არ იციან, ხო? აი თავად მეცნიერები ახლა მე ფსიქოლოგიაც მაქვს გავლილი და იუნგი მაგალითად თავის კვლევებში ასტროლოგიას ახლა იყენებდა, კარლ იუნგი ასტროლოგიას ძალიან ისეთ რთულ кейსებზე, ხო? და მისი ცოდნა, რაც მაქვს ახლა წაკითხული, არ იყო, აი ძალიან ზედაპირული იყო მისი ცოდნა, არ არის ასტროლოგია ესეთი მარტივი. შესაბამისად, მიუხედავად ამისა, ვინც კი მე ფსიქოლოგებს ვიცნობდი, ანუ ვისი ნაშრომებიც მაქვს, თუნდაც ჩვეულებრივ ფსიქოლოგებს ვისაც ვიცნობ, საერთოდ არ აქვთ ცოდნა ასტროლოგიაში. შესაბამისად, თუნდაც იუნგის ანალიზი ასტროლოგიაზე მაინც მეტ სიღრმეს მოითხოვს, კიდევ მეტ კვლევას მოითხოვს, იმიტომ რომ მისი ინფორმაცია, მისი ცოდნა იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს ასტროლოგია არ იყო თან ესე განვითარებული, მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ისიც კლასიკური ჩარჩოთი ძველი ასტროლოგიით. 20 საუკუნის წინანდელი ასტროლოგიით ხელმძღვანელობდნენ 1 საუკუნის წინაც კი დაახლოებით და თუნდაც 50 წლის წინაც შესაბამისად იმ მეცნიერების აი თუნდაც რომ ამბობენ ხოლმე რომ ხშირად არის ფსიქოლოგებისგან რომ აი ერთი ზოდიაქოს ნიშანი როგორ შეიძლება მივაწეროთ მთელ ადამიანებს. ასე ამდენში სიღრმისეული ასტროლოგია საერთოდ ზოდიაქოზე საერთოდ არ აკეთებს აქცენტს. საერთოდ როცა მითებიც არის რომ აი მე ზოდიაქ, მე კურო ვარ და რა მელის, ეს არის არ ვიცი, აი იმდენად ასტროლოგიასთან არ არის საერთოდ კავშირში, რომ ვერ აგეხსენებთ. შეიძლება იყოს იუპიტერი, როცა არის ახლა ლომში გადადის, მაგალითად გავაკეთებ მაგაზე ვიდეოს მალე. ჩემ ზოდიაქოს რომელ სახლში ხვდება, ამაზე ვილაპარაკო, და ეს იქნება აი ძალიან პირად რუკაში მთელი ანალიზის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი წერტილი, მაგრამ წერტილი. ეს არის პროფესიონალური ასტროლოგიის თვალსაჩინით რო გითხრათ. ამიტომ არ მუშაობს ესე პრიმიტიულად და ზედაპირულად თავად ხო გეუბნებით იუნგიც, რომელიც მე ყველა მისი ნაშრომი მაქვს ასტროლოგიაზე წაკითხული ფაქტიურად და ძალიან მწირი იყო ცოდნა მისი. ფაქტიურად მე რო დავიწყე ასტროლოგიის შესწავლა, ერთ წელიწადში უკვე მანდ ვიყავი, მაგ ცოდნაზე ვიყავი, იმის შემდეგ უამრავი კვლევები მქონდა ასტროლოგიაში და საერთოდ სხვანაირად დავინახე ასტროლოგია და ჩემ კვლევებს კიდე ცალკე ვდებ წიგნში ახლა. საერთოდ თანამედროვეობაში, თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა როგორ აღიქვამს, ანუ ასტროლოგია როგორ მუშაობს ამ კომპლექსურად, ხო, ამ ყველაფერს. და ეს არ იყო ის, რაც მართლა ასტროლოგიას შეუძლია. ანუ ასტროლოგია არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური იარაღი ჩვენ ხელში და ჩვენ შეგვიძლია ხა მე ჯგუფურ თერაპიებს ვაკეთებ, ინდივიდუალურ თერაპიებს ვაკეთებ ასტროლოგიის გამოყენებით. ასტროფსიქოლოგია გვაძლევს საერთოდ სხვა ინტერპრეტაციებს და გვერდ უფრო ღრმად ჩავდივართ ჩემი კვლევითაც და ჩემი ხედვითაც და მე მაგალითად მომავალს ხედავ ასტროლოგიაში როგორც უფრო პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. ანუ პიროვნული განვითარება ეს იქნება ფსიქოლოგიური განვითარება, ეს იქნება კოგნიტორი განვითარება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ასტროლოგია ყველა შრეს გვაჩვენებს, იქ ბიჰევიორისტულ განვითარებაზე ვლაპარაკოთ, მაგალითად ხელზე როგორ ვიმუშაოთ, როგორ შევცვალოთ ყოველდღიური რუტინა, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს ჩვენი ფსიქოლოგიის განვითარებაზე, ხო, ფსიქოლოგიური ტრამვების დამუშავებაზე უბრალოდ. აი ამ კუთხით ძალიან კარგად მუშაობს უკვე თანამედროვე ასტროლოგია. ძველ დროში არც ცოდნა ჰქონდათ ამდენი და ადამიანებიც არ იყვნენ ემოციური ინტელექტით ესე განვითარებულები. ხა ცუდი კუთხით არ ვიძახი, უბრალოდ ცოდნა იყო ბევრად ნაკლები, კომუნიკაცია იყო ნაკლები ადამიანებში. ეხლა რა დონითაც შეგვიძლია დოზითაც უამრავი ინფორმაცია მივიღოთ სხვადასხვა კუთხიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აი ეს ყველაფერი ანვითარებს სხვანაირად უკვე, თუნდაც ასტროლოგიას, თუნდაც ასტროფსიქოლოგიას და შესაბამისად, როდესაც ლაპარაკობენ ხოლმე ასტროლოგიაზე ფსიქოლოგიური კუთხით, ან ფსიქოლოგები, ან მეცნიერებზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. აი უბრალოდ გრამიც არ არის იქ ასტროლოგიის ცოდნა. რო იცოდნენ, ამას არ იტყოდნენ, იმიტომ რომ თვითონ კვლევებით, ვინც კი ჩავიდა, ცოტათი მაინც ღრმად ასტროლოგიაში, თუნდაც იუნგის შემთხვევაში, უკვე მიხვდა, რომ სულ სხვა რაღაც არის ასტროლოგია და ბევრად უფრო გასაწევი, ანგარიშგასაწევი ძალა არის, ვიდრე ზოგ-ზოგი ერთებს ეს წარმოუდგენიათ. ეხლა რატო შეიძლება ვერ ჩავიდნენ სიღრმეში? ჯერ ერთ-ერთს ხო გეუბნებით, ამას უნდა დრო და კვლევა. ანუ დრო და კვლევა გულისხმობს, რომ ეხლა მე მაგალითად პირადად წლების განმავლობაში, ფაქტობრივად დღემდე არ გავჩერებულ ვარ, სულ რაღაცას ვკითხულობ. ზოგჯერ ყოფილა, რომ ღამეები გამითენებია სხვადასხვა რუკების კვლევაში, სხვადასხვა ადამიანების ფსიქოლოგიის, მაგალითად სადმე თუ ფსიქოლოგიაში ვიღაც ადამიანის ფსიქოტიპზე იყო გარკვევა, მე აუცილებლად მთელი ღამე შეძლებოდა მის რუკაში და ბიოგრაფიაში ერთად მემუშავა, ხო, ამ კუთხით. და ეს მოითხოვს თეორია პრაქტიკას ერთად, ამდენით რომ არავის არ აქვს. მე ასტროლოგიაში სჭირდება საერთოდ სხვა ლოგიკა და სხვა გონება. აი როგორც ახლა ჰუმანიტარული ტიპაჟის ადამიანი მათემატიკას ვერ ისწავლის სიტყვაზე. ან მათემატიკური აზროვნების ადამიანი შეიძლება გაუჭირდეს იქ ხელოვნების სფეროში ყოფნა, ხატვა, ხო? არის რაღაც ნიჭი და რაღაცა არ არის, ხო? აი ესეთი რაღაც არის ასტროლოგიაც. ესეთი ხედვები არის საჭირო. ანუ რუკა უნდა აჩვენებდეს იმას, რომ ასტროლოგია ადამიანს კარგად ესმოდეს. და როდესაც ერთი მიმართულებით მივდივართ, იქ მაინც ენერგია აღარ არის უკვე, რომ სხვა მიმართულებითაც ესე დავიხარჯოთ, ხო? ამიტომ ბუნებრივად არის ისე, რომ ასტროლოგია ან ასტროლოგიაში ვინც არის ბოლომდე ისინი არიან, ან სხვები არიციან უბრალოდ, ხო? ვინც ახლა სამეცნიერო სფეროში არის. ახლა ჩემი გამოცდილებით ხო გეუბნებით, აი თუნდაც ახლა ჩემ მოსწავლეები ასტროლოგიურ სკოლა მაქვს და აი პირველივე კურსიდან დაწყებული გაცილებით მეტი იციან უკვე ვიდრე იუნგი ფლობდა ასტროლოგიას მაგალითად, ხო? იმდენად უკვე წინ წავიდა. ძველ დროში ამდენი ცოდნა არ იყო. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. აქ უბრალოდ არ არსებობს ამის ცოდნა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია არის. ეს არ არის ახლა მე წლების ჟურნალისტიკაში ვიყავი და ვიცი ეს რაც არის, როცა ნებისმიერ სფეროში ზედაპირულად შეგიძლია გაერკვე, წარმოდგენა შეგექმნას. ასტროლოგია ესეთი არ არის. ასტროლოგიაში სჭირდება ძალიან ღრმა შრომა, უამრავი დეტალის გათვალისწინება. აი
უნდა იცოდეს ადამიანმა ყველანაირი კომბინაცია, მათემატიკური ციფრები, რომელიც უნდა სწრაფად ხდებოდეს როგორ შეკრა სადღაც დიცურეთში ფაზლებისგან როგორ აწყოს წამში სურათი, ხო? აი ესეთი რაღაც არის. თან ადამიანის სულთან და კარმასთან გაქვს ურთიერთობა. იქ უკვე გჭირდება ფილოსოფიის ცოდნა, იქ რელიგიების ცოდნა გჭირდება, იქ სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიმართულებების ცოდნა გჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ერთიანი სისტემა, არ არის მხოლოდ ასტროლოგია, იქ წახვალ მეფე გახდები, აქ წამოხვალ ჩამოგახრჩობეთ, ხო? ეს ძველი მეთოდები, ეს არ მუშაობს. ანუ აქ ძალიან კომპლექსური ცოდნა გჭირდება, არა მარტო ასტროლოგიის, ხო? შესაბამისად, აქ როგორც ეზოთერულ ცოდნებს უნაფლობდე, ისე, ეს გეუბნებით, რაც საჭირო არის ხარისხიანი ასტროლოგიური ცოდნისთვის, ამას გულისხმობ, ხო? ძალიან ბევრი რაღაც არის საჭირო, რა თქმა უნდა, ამის რო არა. ახლა ხშირად უკვე როდესაც ახლა ასტროლოგია იყო ადრე ჭყალებში გეუბნებით ქურუმების ხელში მხოლოდ დიდი ცოდნენი და რაღაც აი ცოტა რელიგიურ მეცნიერული ტიპის საზოგადოების ხელში იყო, ხო? აი ძველ დროში ასტროლოგია ნენელა შემოვიდა ეს ერში ხალხში. რა თქმა უნდა, ნენელა რომ ეს ხალხში შედის და ეხლა უკვე მასებში შედის, ხო? მასებით უკვე ინტერესდებიან. მე 4-15 წლის წინ ლაპარაკობდი ასტროლოგიაზე, YouTube არხზე რომ მედო ვიდეოები, საერთოდ არავინ არ იყენებდა YouTube-ზე, საერთოდ არც ინტერესდებოდნენ, ხო? მე მგონი აქ კარგად არ ჩამარ. საერთოდ არც ინტერესდებოდნენ, მაგალითად, აი ამ ინფორმაციული ველით, ხო? და ეხლა ბევრად უფრო ხშირი არის, ბევრად უფრო ინტერესდებიან ასტროლოგიით და ეს, ინტერესი იმატებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმატებს ასევე ცოდნის ნაკლებობაც. და აი მაგიტომ კიდევ რა მინდა გითხრათ, გად უკვე ასტროლოგიაში ეს უკვე ყოველდღიურობაში რა შეიძლება შეცდომები დაუშვათ ან რა მითები გქონდეს რა გვეგონოს და ეგრე არ არის. პირველ რიგში ზოდიაქოები არაფერს ნიშნავს მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის 1% კი არის მზე ზოდიაქოს რო ეძახით, ხო? მზე რომელ სარტყელში ყავდა ადამიანს, ხო, დაბადების მომენტში. მაგრამ აქ ზოდიაქოს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, როგორც რომელ სახლში არის, რომელ ასპექტებში არის და აქ უკვე პროფესიონალური ასტროლოგიის ცოდნა შემოდის. აქ უკვე სიღრმისეული ასტროლოგიის შემოდის. მე რომელიც სახლის მართველი არის ეს მზე, ანუ მარტო ერთ ზოდიაქოზე რო გავარკვიო მე მისი მდებარეობა, უნდა შევხედო რომელ სახლში დგას. უნდა ვნახო რამე ასპექტი ხო არა აქვს, თუ ასპექტი აქვს, იმ პლანეტებზე უნდა გავიდე უკვე ისინი რომელ ნიშანში და რომელ სახლში არიან. მერე ეს მასზე უნდა ვნახო რომელი სახლიდან მოდის მართველი რომელია, მერე ეს პლანეტები რომელ მართველში არის და აი ეს უნდა ავკინძო მთელი რუკა. ანუ ეს ისეთი რამ არის, რომ საკმაოდ მხოლოდ ერთი კომბინაციით უამრავი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია და ძალიან ბევრი ფაზლის აწყობა. ამიტომ მხოლოდ ეს სისტემა, რომ ზოდიაქოთი ეს ვარ და რამელის, ეს არ არის სიმართლე, ეს არის მითები და ის არის ზოდიაქოს პროგნოზებზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი, ხო, ახლა მე არასოდეს არ გამიკეთები ამ თემას, არ ვეხები, იმიტომ რომ ეს ძალიან ზედაპირულიც აღარ არის უკვე, არ მუშაობს პირდაპირ გეტყვით და შესაბამისად, ხა პროფესიონალური ასტროლოგი, ვინც ახლა ცოტა უფრო სიღრმისეულ ასტროლოგიაში მუშაობს, საერთოდ არ აკვირდება ამ ყველაფერს. პროგნოზირება მუშაობს უკვე ტრანზიტოლოგიით, ტრანზიტოლოგია მთელი კიდე ცალკე ესეთი განხრა არის, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ცოდნა ჭირდება ამას, უკვე პირადი რუკა ხო უნდა კარგად ვიცოდეთ, ასტროლოგია უნდა ვიცოდეთ, უნდა ხედავდეთ მაგალითად ადამიანის ცხოვრებაშიც ეს როგორ მუშაობს და შემდგომ უკვე ტრანზიტოლოგია უნდა ვისწავლოთ და დადება ორი რუკის ერთმანეთზე და ეხა კომბინაციაში ყველაფრის გავლა. არის მერე ამავე დროს რომ შეიძლება ტრანზიტებში რაღაც მნიშვნელოვანი არ ჩანდეს და გვაქვს ასტროლოგიაში დირექციები და პროგრესიები. ორი კიდე სხვადასხვა სისტემა ასტროლოგიური პროგნოზირების, იმასაც ცალკე ვსწავლობთ, ცალკე რუკებს ვადებთ და მერე აი ამ 4-5 რუკის სოლარი ცალკე არის ამ 4-5 რუკის ერთმანეთზე დადება გაანალიზებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანი რეალურად სად არის ახლა და როგორ არის. რა თქმა უნდა ამის არც ენერგია არავის არ აქვს, არც სურვილი და არც ამდენი ცოდნა რომ ამას გაყვეს, ხო?
შესაბამისად, რაღაც კუთხით გვაწყობს ხოლმე, რომ ვთქვათ, რომ ზოდიაქოთი რა ვარ, რომელის პირდაპირ მითხარი მარტივად. და ამითი რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა შეიძლება ისარგებლოს, ჩვენი უცოდინარობით და ზედაპირულობით ესე რომ ვთქვათ და შესაბამისად გადმოგვიგდებენ იმ ინფორმაციას, რომელიც იმ მომენტში ან გაგვახარებს, ან არაფერი და მე რაღაც გვახსოვს. ხო? ან შეიძლება რაღაც კარგი პერიოდიო გვითხრას, იქ რაღაც წავიკითხოთ ასტროლოგიურ პროგნოზზე და კარგი პერიოდი გვითხრას და მართლა რაღაცა კარგი მოხდეს ჩემ ვენერას შეუერთდეს იუპიტერი ტრანზიტში, ან რაღაცა სახლში გადამივიდეს, მართლა რაღაც დაემთხეს, კარგი რაღაც მოხდა და უკვე ჩემი ტვინი მეაბამს, რომ იქ ამიხთა იმის პროგნოზი. ასტროლოგები არ ვართ მკითხავები, მეგობრებო, არ მუშაობს ეგრე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს ხოლმე ტრანზიტში. რაღაც ტენდენციები შეიძლება ხედავდეთ. არის ახლა, როცა მაგალითად სატურნის პერიოდი ეწყება, ადამიანს აქ ჩანს, რომ სირთულეები იქნება, თუ ურანი მიდის მის მზესთან, მაგალითად ხედავთ, რომ აქ რაღაც ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სასიამოვნო თუ უსიამოვნო ეს არ ვიცით, იმიტომ რომ ისიც შეიძლება და ესეც შეიძლება. არის პლუტონის ტრანზიტი, რომელიც ვიცით, რომ ცოტა რთული პერიოდი იქნება ადამიანისთვის, ტრანსფორმაციული რას ნიშნავს? აი, ყველა მხრიდან რო ზეწოლა მაქვს და შეიძლება ისე კარგად გამოძრე აქედან, რომ ან პირიქით ფსიქოლოგიურად დავინგრიო, აქ რას ხედავთ? ადამიანი არ ვიცით ჩვენ როგორი არის. მის კარმა შეიძლება ასტროლოგიურად შევხედოთ რაღაცებს, ტენდენციები ვნახოთ, მაგრამ მისი რეაქციები ამ მოვლენებზე ჩვენ ხო არ ვიცით. მან რა ცხოვრება გაიარა, როგორ დაამუშავა ეს ასპექტები, ესეც არ ვიცით. ამიტომ შეიძლება ერთის მხრივ ნიშნავდეს, რომ პლუტონის შემთხვევაში ამ ადამიანს ძალაუფლება ჩაუვარდება ხელში, მეორე კუთხით შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩამოაგდებს ძალაუფლებიდან. არ ვიცით რომელი იქნება, ხო? მართლა გუწრფელად არავინ არ იცის. ეს მაგიტომ არის ახლა ძალიან ხშირი არის ასტროლოგიაში, რომ როდესაც მაგალითად მე არ ვაკეთებ პროგნოზებს, ხოლო აი როცა პირად რუკაზე მოდიან ხოლმე, იქ ტენდენციებს აუცილებლად გავდივართ, რაში არის ახლა რა გარემოში ადამიანი, სად მიდის მთავარი ძირითადი პლანეტები, ამას ვუყურებ, რა თქმა უნდა და ეს მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ის რომ მე ახლა ჩამოვწერო პროგნოზი ამა და ამ თვეს ეს გელის და იმა და იმ წელს ეს გელის, ეს არის ტყუილი. და მარტივად გადამოწმებადი არის, თუმცა თუნდაც ჩემთან მიცმოდის ასტროლოგებთან რომ იყვნენ ტრანზიტები შეადგინეს რაღაცა, ამბობენ რომ არაფერი არ მოხდა იქიდან. და განა ის არის ასტროლოგები ტყუიან. უბრალოდ შეიძლება ისე გავიარო ეს ტრანზიტი, რომ არაფერი არ მოხდეს მართლა. ხო? და აი ახლა მე გადასარევი ასპექტები მაქვს ცაზე, მაგრამ ჩემ მე-12 სახლში ხდება. ახლა ძალიან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ არის ჩვეულებრივი პერიოდი გაქვს, მაგრამ მე-12 სახლი უფრო ქვეცნობიერია, ფსიქოლოგია არის, ფარულად მიდის რაღაც ცვლილებები, რომელსაც მე ვერც შეიძლება ვერ ვხედავ. ან მე-12 სახლის მმართველთან გადის ახლა ეს ტრანზიტი, და ვერც გავიგო. იმიტომ რომ ქვეცნობიერში მიდიოდეს, ან მე-4 სახლში მიდიოდეს ეს, ხო? და აქ იმდენად კომპლექსური ცოდნა არის საჭირო, რომ ეს პროგნოზები რეალურად არ მუშაობს. აი მუშაობს როგორ იცით, რომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც აი ხა ყოფილა ჩემთან კონსულტაციაზე ძალიან ბევრი მოსულა, მაგალითად, ან ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და როდის მაქვს ეს პერიოდი და აი ზოგთან ძალიან გამოკვეთილად ყოფილა, რომ აი ამ წელს გაქვს რა შანსი რა და გამკვირვებია კიდეც, რომ თუ ამბობს, რომ არ გეკმავ და აშკარად რომ ბავშვის თემა ჩანს, ხო? ნოღონთა კონტექსტს ხედავ, ახლა 80 წლის არ არის ადამიანი, თქვათ, რაღაც ესეთი პერიოდი აქვს და კონტექსტს ხედავ, რომ წესით უნდა ყავდეს ბავშვი, ხო? შვილის თემა იქნება აქტუალური მის ცხოვრებაში. და ხდება მერე ეგრე, ხო? აი მერე 1 წლის შემდეგ შეიძლება შემეხმიოს და მართალი ყავი ბავშვი შემეწინა მაგ დროს. აღვანდო, აქაც დიაპაზონი დიდი გვაქვს. შეიძლება ბავშვი არ იყოს და რაღაცა მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცეს ადამიანმა და მთელი თავის შემოქმედებითი აღიარება მოიპოვოს. იმიტომ რომ ხოთე სახლი ასევე როგორც ჩილოსნობასთან არის, ეს საკუთარ შემოქმედებასთან არის კავშირში. თუმცა აი კონტექსტში რაღაც კუთხით ხვდებით, ხო, ბევრი რაღაცა თუ ემთხვევა, მაქსიმალურად შეიძლება ხედავდეთ, რომ ეს ბავშვის თემა შეიძლება იყოს. მაგრამ აქაც შეიძლება რომ არ იყოს 100%-იანი და იყოს. ახლა ძალიან პროფესიული კუთხით გეუბნებით, ახლა რამდენი წლიანი დაკვირვება მაქვს მე ტრანზიტოლოგიაზე, ხო? და რა იქ დირექციებზეც და პროგრესიებზეც, ხო? ტენდენციებს ხედავთ. ასევე არის მნიშვნელოვანი პერიოდები, ვის აქვს ახლა ძლიერი რუკა, ძლიერი ტრანზიტი, ვის არ აქვს. ახლა როდესაც იუპიტერი აი ლომებს მაგალითად ჩაუქროლებს ახლა ზოდიაქოთი, ან
პირადი პლანეტები როცა ლომში ყავს, ან ასიდენტი რო ლომში ყავს, ხო ეს ერთი ფრაგმენტი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაგმენტი არის. აქ თუ კიდე ბევრი რაღაც სხვა იკვრება ტრანზიტი, მხოლოდ ერთი არ მუშაობს, ხო, რამდენიმე უნდა შეიკრას, ხო? აქ უკვე ჩანს, რომ შეიძლება ადამიანს ანუ ცხოთ კავშირებით გაუმართლოს მაგალითად, ან იღბალი მის მხარეს იყოს, ხო, იუპიტერი უფრო გაფართოება არის, უფრო იღბალი არის. ან რაღაცების გაცნობიერება მოახდინოს ფილოსოფიურ დონეზე, რომ აი მე ხლა მივხვდი რა მინდა ჩემს გზაზე, ცხოვრების გზაზე. ანუ სულ ამბობ, შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად იმუშაოს, შეიძლება ეს რეალურ ცხოვრებაში მეუმუშაოს, აქაც ვაკვირდებით სახლების სისტემა როგორ არის. ანუ სიღრმეში მივდივართ პლუს ადამიანსაც ველაპარაკებით, აბა რა ხდება ახლა შენ საით მიდიხარ, რომ უფრო კონტექსტი გავიგოთ, ხო? ეს არის პროფესიონალური შეხება და ნუ აი ესეთი თემა არის, რომ ეს ზოდიაქოს ნიშნებით, რომ პროგნოზები მიხდება. სიტყვა უკვე არასწორი არის, იმიტომ რომ აქ ასახთენი არაფერი არ არის. ანუ შეიძლება აი ხა მე მაგალითად რომ ვაკეთებ ხოლმე რაღაც აი პროგნოზ კი არა, აი მაგალითად ეხლა იყო მზეურანის შეერთება ცაზე და უბრალოდ ჩვენ რო ვიცით რომ რაღაც მოულოდნელობების თემა აქტუალურია ცაზე ეხლა, ხო? შეიძლება ცოტა ფრთხილად ვიყო, ან არ დავარეგისტრირო უბრალოდ ფირმა, იმიტომ რომ ზოგთან იყო ეს მოულოდნელობა, უსიამოვნო, რომელიც უცებ შეიძლება საერთოდ გაქრა. რაღაცნაირად აი უცებ რაღაცა ელვასავი დაჭექა და გაქრა. ზოგთან ეს იყო მაგალითად, მაგრამ ვის შეხება, ვის არ ვიცი, თუმცა თუ ჩვენ ფირმის გაკეთება გვინდა, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის გვინდა ეს დრო გამოვიყენოთ, ეს უკვე ცოტა პრობლემა არის. უფრო ამიტომ ვაკეთებ ხოლმე ამას და არა ის, რომ ეს ტრანზიტი ჩვენზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე ენერგეტიკულად ყველანაირი ტრანზიტი ახდენს გავლენას, ამიტომაც ვართ ჩვენ არის კოლექტიური საზოგადოება, მაგალითად კოვიდი რო იყო, მაშინ ცაზე პლუტონი სატურნის შეერთება იყო და კოლექტივი არის პლუტონი და ყველაზე იმოქმედა და მე იუპიტერი რო შეუერთა უკვე მთელ მსოფლიოს მოედო ეს ენერგიები არის, მაგიტომ იყო ეს ყველაფერი მაშინ და კოლექტიურ ენერგიას მოედო ეს ყველაფერი. ანუ სამი უდიდესი სოციალური პლანეტა შეიკრა და აქ უკვე ინდივიდუალურ თემაზე აღარ იყო ეს ყველაფერი. დაღმავალი კვანძი იყო თანმშრომლობასში და საერთოდ ჩაკეტა დაღმავალმა ფრენები და უცხოეთი. ხო, მანდ უკვე სიმბოლურად ძალიან ბევრმა რაღაცა მიმუშავა. ამიტომ არის როცა მთელ მსოფლიოს ეხება, არის როცა ქვეყნებს ეხება, ქვეყნებს თავისი რუკები აქვთ ცალკე. იქაც იგივე პრინციპი არის საჭირო. კიდევ მნიშვნელოვანი მითი ასტროლოგიაზე ეს არის მაგალითად რო ამბობენ ხოლმე რომ აი ამა და ამ კომბინაციით როგორი ქმარი შემხვდება და გავთხოვდები თუ არა. აი ესეთი რაღაცეებიც არის როგორ რაღაც იცით რომ აი ყოფილა ესეთი რუკა სადაც საერთოდ არ უჩანს ადამიანს მაინც ახლა პირადი ცხოვრება რთულად აქვს საკმაოდ, მაგრამ მაინც ახერხებენ ხოლმე. აი აქაც მნიშვნელოვანი არის კონტექსტს უყურებთ. შეიძლება მძიმე ასპექტებია და შეიძლება ისე მარტივად არ გამოუვიდეს ადამიანს რაღაცეები როგორც ხვებს, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სოციუმიდან გამომდინარე, ეს ესე მძაფრად არ იმუშაოს, ვიდრე შეიძლება რუკაში ჩანდეს. ანუ აქაც ჩვენ არ ვიცით. შეიძლება კონსულტაციაზე გავიაროთ, რა არის ხილისშემშლელი ფაქტორები. რა ჩანს რუკაზე? შევეკითხოთ ადამიანს, აბა შენთან როგორ მუშაობს? აი აქ ეს ჩანს, აბა როგორ ცადო ეს როგორ ფიქრო რამდენ სიამოვნებს. თუ იტყვის ადამიანი რომ არა ეს ჩემი არ არის, მოდი აბა ესეც ჩანს, აბა აქეთ ხო არ წამოხვალ. აი აქ მოდი ეს ვაცნობიეროთ. აი აქ აშკარად მამის მოდელთან მიდიხარ სიტყვაზე, ხო? ანუ ფსიქოლოგიას ვთავთ მანდ უკვე, იმიტომ რომ ასტროლოგიაში ეს ჩანს და შეიძლება რეალურად დავეხმაროთ ადამიანს იმით, რომ გაერკვეს რა ხდება მის ცხოვრებაში და უფრო ეფექტურად იმუშაოს თავის თავზე. ხო, აი ამ პრობლემაზე. ან ბოლო არის ახლა ისეთი კარმული თემები, სადაც რაღაც არის ჩაკეტილი, მაგრამ თერაპიულად როცა მივდივართ, არაფერი სამყაროსგან არ არის ჩაკეტილი, ჩვენი ვკვეთოთ ხოლმე როგორც წესი, არაცნობიერში. ხშირად ჩოლოსნობასთან დაკავშირებით აქვთ ეს პრობლემა. ზოგი არის მაგალითად პირად ურთიერთობაში, რომ ვერადავერლაგდებიან და სულ ახალ ურთიერთობებში რომ შედიან. ნუ აქაც იგივე არის, ხო, რაღაც ქვეცნობიერი არის აქ კარმული ასპექტია როგორც წესი და მინახეთ როდის, ახლა ჩემთან არ მოდიან ესეთები, ისე ვამბობ, აი კომენტარებს რომ კითხულობ ხოლმე ზოგადად, ხო, აი თუნდაც სხვაგანაც რო წერენ ხოლმე ერთმანეთში რომ მსჯელობენ მაგალითად და ხშირად არის რომ ესე რომ აი როდის გამეხსნება ბედი
მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ, ესეც არ მუშაობს ასტროლოგია. იმიტომ რომ პირველი ვიწყებთ ასტროლოგიის გამოყენებას. რატო ხარ აქ? რატო გაქვს ბედი შენახქმაში ჩაკეტილი? რა არის აქ ასახსნელი? და შენ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს გაგეხსნას. ანუ, აქაც როგორ რაღაცა ჩანს, იცით, აი ასტროლოგიის გამოყენება ცოტა ეზოთერული მიზნებით, როგორ იცით, რომ აი იქ ვიცოდე, როდის მოგვარდება. მე პასუხისგებლობას არ ვიღებ აქ. ანუ მე არ ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ეს ჩემშია და მე უნდა გამოვასწორო. ან მე უნდა ვიმუშაო ამ პრობლემაზე და ამ მუშაობაში მე განვითარდები სერიოზულად და საერთოდ სხვა დონეზე ავალ, ხო? როდესაც ამის სურვილი არ არის, ან ამის უნარები და ნიჭი არ არის, ხო? ნიჭი არის ყველაფერი სინამდვილეში, ხო? ანუ შეგვიძლია სიმართლეს შევხედოთ ჩვენ თავში თვალებში, ან ვერ შეგვიძლია. და ძალიან ხშირად ეწებებიან ასტროლოგიას, იქ ეზოთერულ სხვადასხვა მიმდინარეობებს და რა თქმა უნდა, ეს სფერო მერე არის ხოლმე ხა თუნდაც რუსებს რო შევხედოთ, მჭხიბავების გაუნათლებელი ხალხის ხელში. იმიტომ რომ ესეთ კატეგორიასთან, რომელიცაც თვითონ არ უნდა მუშაობა და პასუხისგებლობას არ იღებს თავზე და სხვას აბარებს, ის სხვა უნდა იყოს ცოტა ტოქსიკური, რომელმაც არ უნდა განუმტკიცოს ეს ქცევა, ხო? ან მოატყუოს, ან გახლართოს რაღაც ლაბირინთში მაგალითად. ყოველ შემთხვევაში ერთი ჯოხის ორი ბოლოს რომ ამბობთ ხოლმე ის ხდება, ხო? რეალური ასტროლოგია მართლა, მაგიტომაც არის მე სახელიც აქვს ასტროლოგიას გაფუჭებული მაგალითად, იმიტომ რომ ისე დაბალ ვიბრაციებში ხდება გამოყენება ასტროლოგიის, ხო, აი სტატიებიც თუნდაც ხა როცა უყურებ ხოლმე ცოტა ესეთი მჭხიბავი ასტროლოგიის კუთხით, არამეცნიერული ასტროლოგია, ხო? ეს სადღაც ჩვეულებრივი მკითხავური თემა სადაც არის და მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საზღვრებს ვიცავდეთ, ხო? ანუ როდესაც არ გვესმის ახლა ვისთან მივდივართ, ან ჰაბიტუს შევხედოთ, ან მის მეტყველებას სიტყვაზე, ან მის ცოდნა განათლებას, ხო? ეს უფრო ხო გეუბნებით რუსეთში არის ძალიან აქტიური ესეთი ასტროლოგია სიტყვაზე, მაგრამ პრაქტიკულ ასტროლოგიაში, ცოტა სიღრმისეულ განათლებულ ასტროლოგიაში ეს ემარტივად არ არის, ანუ ხშირად ამბობენ ხოლმე კიდე მითი ამ კუთხითაც გამახსენდა ახლა ასტროლოგიური მითი, რომ აი იცით იმ ხელისუფლების იმ წარმომადგენელს თავისი ასტროლოგი ყავს, აი ივანიშვილზე რომ ამბობენ ხოლმე თავისი ასტროლოგი ყავს, პუტინს იცით თავისი ასტროლოგი ყავს, მოკლედ ესეც მითი არის. ახლა რატო არის მითი აგიხსნით? აი როდესაც მეცნიერულად, სიღრმისეულად უყურებ ასტროლოგიას, იქ სამყაროს კანონებში ერკვევი, ну აი შენთანაც უნდა იყოს ცოტა სუფთა ტიპი. სუფთა ტიპი რას ნიშნავს? ან მორალური ჩარჩოები უნდა გქონდეს მაღალი და რაღაც სამართლიანობის რაღაც იდეალს უნდა ემსახურებოდე, ხო? იმიტომ რომ ეს ინტელექტი, განათლებულობა, ფილოსოფია ამის გარშე არ არსებობს. ანუ თუ ახლა მორალი არ აქვს, იქ მაღალ მატერიებს და რაღაც ღვთიურ კანონებს ვერ შეეჭიდები, ხო? ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნორმალური ადამიანი იყო, რაღაც წმინდანზე არ არის აქ ლაპარაკი. აი ახლა როდესაც ნორმალური წესი არ ხან ვიცნობ ძალიან ბევრ კარგ ასტროლოგს. აი არ წავლენ, იცით, ესეთ ტიპებთან სამუშაოდ. აი ახლა მე რომ ვიდო შეუნთავაზოს რომ იყავი ჩვენი ასტროლოგი, ხა და ნუ ხედავ ტიპს რომ არ არის სუფთა. ლილითზეს სატრონს იყენებს არასწორად, ანუ ტიპს ენერგეტიკასთან პრობლემა აქვს, ან დარქი არის ჩვეულებრივი ტიპი, ხო? რატო უნდა მემსახურო, ხო? რა თქმა უნდა, არც მივიღებ ამაში მონაწილეობას, ხო? შესაბამისად, ვინ მიიღებს ამაში მონაწილეობას, აი ეს მჭხიბავები რო გითხარით. აი ეს კატეგორია, რომელსაც როგორც წესი, ცოდნა, ინტელექტი, განათლება, მორალი არ უნდა კონდეს წესით, შესაბამისად, ხა კოლექტივად რო გითხრათ, პუტინს თუ ვინმე ასტროლოგი ყავს, ну ეს ასტროლოგი არ იქნება, იმიტომ რომ აზე არ იქნება ასტროლოგის. იმიტომ რომ სადაც ეხა ძალიან ეზოთერულ კანონებს გეტყვით, სადაც მორალი არ არის, სისუფთავე არ არის, სადაც აი ეს რაღაც ცოდნის სკურვილი არ არის, იქ სამყარო უბრალოდ არ გეხმარება. გიხურავენ არხებს. ესე წერია ეზოთერულ წიგნებში, ხო? გიხურავენ ცოდნის არხებს. რო გიხურავენ არხებს, მე იზოლებული ხარ შავი ენერგიით იყვება. ეხლა სულთა ეზოთერულ ენერგიას გიყურებთ, კაცმარიც ესეა თუ არა, ისე გიყვებით, ხო, როგორ წერია.
ახლა პირდაპირ თუ გაინტერესებთ, რასაც ვაკვირდები ხოლმე მე, ხო, რომ აი იქ წადი, იქ გაიმარჯვებ, რას გონიათ მითი რო არის, რომ აი იმათ ასტროლოგები ეხმარებიან. ესე ასტროლოგია არ მუშაობს. შეიძლება უმჯობესი დრო გამოითვალოს რაღაცა ეს ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ მეორე კუთხით გამოთვალო უკეთესი პერიოდი, მაგრამ მაინც არ მოხდეს ეგ. ძალიან ადვილი არის მითების შეთხსვა. 1-2 გამართლება ხო გეუბნებით და მორჩა უკვე შეიძლება ძალიან სერიოზულად უცებ გაპიარდე, ხო? და მე შეიძლება მოხდე ეგეთ ტიპებთან. განათლებული, მართლა რეალურად განათლებული ეგეთ ტიპებთან არ თანამშრომლობს. პლუს ასტროლოგიას არ გამოიყენებს მაგ მიზნებით. აი ძალიან ხშირადაც იყო, ჩემთანაც იყო ესეთი შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, თავში არც გამივლია საერთოდ. ახლა პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით, რა რატო ვიღაც იდიოტებს რატო უნდა ვემსახურო სიტყვაზე, ხო, რომელიც არაფრის მომტანი არ არიან არავისთვის, ხო? ანუ ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა არის და აქ ნორმალური არავინ არ წავა. მე ახლა კარგზე არ გეუბნებით, ნორმალურზე გეუბნებით. შესაბამისად, ვინ წავა? აი ესეთი მჭხიბავები. რომელიც იღებს იმაზე მეტ საკუთარ თავზე, ვიდრე იცის. ესე ძალიან ხშირი არის, ხო? იმიტომ რომ როცა იცი, როცა ცოდნა გაქვს, იქ არ გჭირდება ამ მიზნებით წახვიდე, ხო? ისეთ შეგიძლია პატივისცემაც მიიღო, სიყვარულიც მიიღო, შედეგებიც დადო, არ გჭირდება ამ დარქით სიარული, ხო? ესე რომ თქვა. ამიტომ კლასიკურად არანაირ ცნობად ხალხს არ ყავთ ასტროლოგები და თუ ყავთ და კიდე უარესი მათთვის. იმიტომ რომ როგორც წესი ესენი ასტროლოგები კი არ არიან, შარლატანები არიან. უცოდინარები არიან, რომელიც ვითომ რაღაც ტექნიკებს იყენებენ, მაგრამ შიდა ინტუიცია, შიდა რაღაც ისეთი რაღაცები არ აქვთ. ინტუიციას რას გულისხმობ აქ? თუნდაც იმას, რომ მხოლოდ ფორმულებში არ არის ასტროლოგია, არის კიდე რაღაც სამყაროს კანონები, რომელიც ჩვენ უბრალოდ ვერც ვხედავთ, არც უნდა დავინახოთ, ხო? და აქ არ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ბევრი. და ტრანზიტოლოგია ეს ისეთი რთული თემა არის, სულ ვამბობ ხოლმე მეც რომ ვაკეთებ, არ ვიცი რა იქნება, ესეც შეიძლება იყოს, ისეც შეიძლება, მაგრამ ტენდენციებს ვამბობთ და აქაც ვაკვირდებით ჩვენ. აბა ნახოთ ახლა აი თუნდაც ჩვენთან ხა როგორ შეგვიძლია მე მაგალითად როგორ შემიძლია მივხვდე ტრანზიტებში მომავალში, რომელიც უყურებ ჩემს წარსულს. მაგიდან ხვდები როგორ მუშაობდა ჩემთან ტრანზიტოლოგია, ხო და პროგრესები და დირექციები. ანუ ძალიან რთული არის უსხო ადამიანთან ამის გაკეთება. ამავე დროს დრო არ ვიცით ხოლმე დაბადების ესეთ ან პოლიტიკურ ტიპებზე, ან ესეთ ტიპებზე და იქ დირექციებს, პროგრესებს ვერ გამოვიყენებთ. ამ დროს იქ ჩანს ხოლმე ყველაზე მთავარი და არა ტრანზიტოლოგიაში, ხო? ეგეც კიდე ცალკე ბარიერებია. და თუ ვიცით ზუსტი დრო, ხო გეუბნებით, იქ უკვე რაღაც ცოდნები არის, რომელიც შეიძლება ვერ დაინახონ. და ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია კონსულტაციები, იქნებოდნენ ცნობადი ადამიანები, არაცნობადები, ჭკვიანები, არაჭკვიანები, ძალიან ცნობადები, ძალიან არაცნობადები, ყველანაირ კატეგორიასთან მქონია კონსულტაციები ამდენი წლების განმავლობაში. და პირველი გეტყვით, რომ თუ ვინმე პოლიტიკაში იყო, არა მარტო ასტროლოგიაში, საერთოდ ვერაფერში ვერ erკვეოდა, არც ფსიქოლოგიის გაგებაში არ არიან უმეტესობა, არც კანონების გაგებაში ასტროლოგიური და ძალიან ადვილი არის მათზე ვინმე მოახდინოს ზემოქმედება. რაც მე არასდროს არც მომსვლია თავში, რა თქმა უნდა, პირიქით. მაგრამ ვიცნობ ხალხს არა მარტო კონსულტაციებიდან, ხო ოჯახურათაც ვიცნობდი მთელი ჩემი ცხოვრება, ოჯახიდან გამომდინარე, სულ პოლიტიკოსებთან გქონდა შეხება და აქედან გამომდინარე ეს ისეთი ძალიან ისეთი თემაა ჩემთვის. და ვიცი რა კატეგორიაც არის, ვერ ერკვევიან ასტროლოგიაში. ადვილი არის ზემოქმედება და ამით ძალიან ადვილია სარგებლობა. ამიტომ ესეც მითები არის, რომ აი იმას ყავს თავისი ასტროლოგი, აი აქ ასტროლოგიის გარეშე არაფერს არ ვაკეთებ, ესეც მითი არის, ესეც შეცდომა არის და ამასაც იყენებს ზოგიერთი, მაგალითად შეიძლება ადვილად გამოიყენოს სხვა ადამიანმა. ანუ როგორ რაღაცა იცით, ჩვენ რაღაცა არ ვიცით, ავტომატურად ვაძლევთ ძალაუფლებას სხვას. როგორც მე ახლა ექიმის კუთხით ვერ ვერკვევი რაღაც სფეროში, მივდივარ ექიმთან და იმის ძალაუფლებაში ვარ, ანუ რას მეტყვის, ეს გჭირს თუ ის გჭირს, მე არ ვიცი, მან უნდა მითხრას.
და ის შეცდება თუ არ შეცდება, მე ვერ მიხვდები, სანამ პრობლემაში არ აღმოჩნდები. ზუსტად იგივე ასტროლოგიაში. ამიტომ აქაც არის ძალიან ბევრი მითები, ესე რა თქვა. კიდე არის ერთი პრაქტიკული ასტროლოგიიდან დიდი მითი, რომ აი საზღვარგარეთ თუ შევხვდები დაბადების დღეს, იქ ყველაფერი კარგად წამოვა. ამას ქვია სოლარის რუკა და ესეც მითი არის, იმიტომ რომ ახლა მეც მქონია გამოცდილება საზღვარგარეთად შევხვედრე, საერთოდ არის ესეთ რაღაც, რომ თუ საზღვარგარეთ შევხვდით დაბადების დღეს, სოლარის რუკა იქ რო ვიცხოვროთ, აი ის იმუშავებს. თუ იქ შევხვდი და უკან დავბრუნდი, ის აღარ მუშაობს. იმიტომ რომ აქ იცვლება უკვე რაღაცები. ისეც არის მითი. შემდეგი მითი არის, რომ უცხოეთში სხვა რუკა მუშაობს. არ მუშაობს სხვა რუკა, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ის რუკა მუშაობს. ძალიან გვიან იწყებს ზემოქმედებას, ისიც ტრანზიტებში მეორადად. მაინც ნათალური არის წამყვანი და ტრანზიტში აი ჩემ მეხუთე სახლის კუსპიძე შევიდა იუპიტერი. შეიძლება რამდენიმე გრადუსში მერე ან ცოტა მერე შევიდეს ჩემ ნათალურში. ოდნავ ვიგრძნო უკვე იქ, ხო? ესეც ძალიან ბევრი წელი თუ ვცხოვრობ, ოღონდ აქაც ტრანზიტოლოგიაში და არა ის, რომ ბედი კარმას ხასიათი და შვილების სახლის მართველი და მეოთხე სახლის და პარტნიორის სახლის მართველი ეს იცვლება. აი ესეც მითია. აი რა მუშაობს რეალურად, ხო, ასტროლოგიაში, რა შეგვიძლია გავიგოთ. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მთელი ჩვენი ფსიქოლოგიური, ოჯახური ველის ანატომია. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ დედის მოდელში როგორ ვართ, მამის მოდელში როგორ ვართ, ჩვენ სურვილებსა, სიყვარულსა და გრძნობებში კარგად ვართ თუ ცუდად ვართ, რა არის ჩვენთვის ყველაზე დასვენება ენერგია პლანეტების წყობით ბისექსტილს დით ტრიკონს ვეძახით ამას, სად გვიმართლებს ცხოვრებაში, რომელ სახლებში, რომელ სფეროებში, რა ენერგიებში და სად შეგვიძლია რომ წამოწვევით და ვისვენებთ ინკარნაციას რო ვიძახით ხოლმე და სად ვართ ომში. სად ვართ კრიზისებში, პრობლემებში, მე თუ გვაქვს დასასვენებელი რაღაც სივრცე და აქაც შეგვიძლია რუკიდან გამომდინარე უთხრათ ადამიანს, რომ აი თუ აქ ძალიან კრიზისში იქნები, აი აქ შეგიძლია გაერიდო ცოტა, აი ხანდახან ვენერაში გადადივე უბნები ხოლმე ადამიანს, რომ ცოტა ამოისუნთქო. ან ვენერა არის დასამუშავებელი და იქ მოდელებზე არის უკვე დასაფიქრებელი. შეიძლება მარსიანული ენერგია იყოს ძალიან სერიოზული ქალთან და ჩანდეს, რომ უნდა დაამუშავოს ეს მარსიანული ენერგია, ხო? და არა იმ კუთხით, რომ ხა დარბაზში ვიარო და კუნთები დავიყენო. პირიქით შეიძლება აქ ინიციატივებში გამოვლინოს და არა, თქვათ, აქტიურობაში, ხო? შეიძლება იქ დაძმის სფეროში გამოიკვეთოს რაღაც პრობლემები და ამაზე ვიმუშაოთ, ანუ რაც რეალურად ჩანს ეს. სახლთან დაკავშირებით თქვა, სახლის შეძენა იქნება თუ ეს კარმული ასპექტები კიდე ცალკე არის დროთა განმავლობაში, რომ იკვეთება პრობლემები, რომელიც 20 წლის ასაკში ვეუბნები ადამიანს, რომ 40 წლის ასაკში აქ იქნები, თუ ამას არ გააკეთებ და ამაზე უბრალოდ დაფიქრდი პერიოდულად, როცა შეხვალ ამ ზონაში გაიხსენე. და ნელა, ანუ ჩვენ შეგვიძლია აი ამ წინასწარი გაფრთხილებით, თუნდაც პატარა ბორცვს რო უკეთებ რუკას და იქ რო ჩანს, რომ დედას ესე ხედავს და მამას ესე ხედავს ადამიანი, იქ შეგვიძლია გავაფრთხილოთ, რომ ნაკლები ტრავმა მიაყენონ ბავშვს, ნაკლები სტრესი, იმიტომ რომ აქ ესე ჩანს, თუ სატურნის ენერგია არის, ხა ჩანს უკვე რომ ინტროექტებით გაძეძგავენ ბავშვს და მე ექნება შიდა, ეს რაღაცა სიმკაცრე, შინაგანი მშობელი, ესე რომ ვთქვათ და მან შეგვიძლია დედას, მამას ურჩიოთ ხოლმე ყველაზე მსუბუქად როგორ გაითვალისწინონ და დაინახონ საერთოდ ბავშვი, ხო, აქ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს ხედავდნენ და არა თავის ტრავმებს და თავის ინტროექტებს. ტრანზიტული კუთხით ასევე ბავშვის განვითარება იქნებოდა, ჩვენი განვითარება. დავინახოთ, ახლა რა ენერგიებში ვართ, სატურნი როცა გადადის რომელიღაც სახლში, ეს უკვე ახალ ეპოქას ნიშნავს, ახალ ენერგიას, სად ხდება დაპრესვა ენერგიის და სად ხდება მეტი პასუხისგებლობის ჩართვა, იქნება ეს სატურნული პერიოდები, ტრანზიტული პერიოდები, გათვალისწინება და ვიყო კონტაქტზე, ხა ცაზე რა ხდება, ანუ ჩემში რა ხდება, ეს ცაზე სადღაც და მე აქეთ ვარ, ეს არ არის. ერთი ორგანიზმია, ხო, სადღაც. და აქ შეგვიძლია ადამიანი კონტაქტზე მოვიდეს დროსა და სივრცეში, ახლა სად დგას, რა ენერგიებია ჩართული, რისთვის იყოს მზად და რას დააკვირდეს, ხო? და ესე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მიწოდება ამის. ახლა
სკოლა მაქვს ასტროლოგიის, სხვა შორის 2 აგვისტოს ვიწყებთ ძალიან მაგარ კურსს ასტროფსიქოლოგიის, სადაც ჯგუფურ თერაპიებს გავდივართ თეორიასთან ერთად, ზუსტად აი ცხოვრებაშივე რო ისწავლონ რუკაზე მუშაობა, რეალურად როგორ ხდება და არა სადღაც თაროზე ედოთ, 2 თვიანი კურსი მეწყება და ეხლაც გვაქვს კურსი და იყო ესეთი შეკითხვები, ჩათი გვაქვს ცალკე და აი სულ ვოისებს ვაგზავნი და სულ საუბრობთ და სულ რაღაც უამრავ ინფორმაციებს ვაწვდი, ძალიან კარგი ჯგუფი გამოვიდა ეს ჯგუფი და ძალიან დავმეგობრდით და აი ხშირად არის ხოლმე ახლა წინაზეც მკითხეს, რომ აი როგორ ფიქრობ, რა აი რომ ხედავთ ახლა იქ სხვა რაღაცას ვასწავლი ახლა YouTube-ზე რასაც ვდებ ინფორმაციებს, იქ გათვლილი მაქვს, რომ შეიძლება ძალიან ბევრი სხვა ფსიქიკის ადამიანმა მოისმინოს და სასწავლო პროცესში უკვე ბევრად უფრო გახსნილი ვარ და ბევრად უფრო შიშვლად საუბრობ ასპექტებზე. როგორც სასწავლოზე და არა როგორც 100%-იანი იმუშავებს, მაგრამ აი სწავლაში უკვე ცოტა სხვა ფორმა არის ვიდრე ესეც საჯარო ვიდეოებში. შესაბამისად მეკითხებიან, რომ აი როგორ ფიქრობო, აი ეს ყველაფერი აი ესე რომ ჩანს როგორ უნდა უთხრათო ესო, ანუ ღირს რომ ესე პირდაპირ თქვათ ადამიანთან, მაგალითად ტრანზიტოლოგიაში, რომ ახლა რთული პერიოდი დაწყება, ესე იქნება. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს უკვე ასტროლოგიური გამოცდილებიდან გამომდინარეც არის, მაგრამ რაღაც შინაგანათაც ეს ყოველთვის ესე მჯეროდა, რომ არის აქ ასტროლოგიაში ესეთი ეთიკა მნიშვნელოვანი, ჯერ არ ვიცით მართლა როგორ მუშაობს. ანუ ეს ჩვენი ფანტაზიები იქნება, ჩვენ შეიძლება რამდენიმე ვერსია ავხსნათ. მერე არის ესეთი პროექცია ასტროლოგიის ფსიქოლოგიაში და ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ასტროლოგია ყველაზე მეტად გვიცავს პროექციისგან. იქ უკვე ხედავ, ხო, ანალიზებს ხედავ ფაქტიურად, იქ ვერ მოვიგონებ, ეხლა მე მგონია, რომ ის გაწუხებს, ეს გაწუხებს, ვერ დავიწყებ. მაგრამ მაინც არის ის, რომ შეიძლება მე რაღაც კომბინაცია სხვა кейსთან დავაკავშირო და მე ჩვენ ვეკითხებით. აი ეს ვარიანტები არის. მე არ ვიცი, აქედან შეიძლება რომელი გქონდეს. შეიძლება კიდე საერთოდ სხვა ვარიანტი არის, რომელიც მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს ასპექტი ესე მუშაობს. დააკვირდი, არის ჩქარო. შეიძლება ახლა ვერ გზნობ, ახლა შეიძლება ვერ ხედავ, დააკვირდი, მოიფიქრე, მე ჩანაწერს მოусმენ. აი ესე ვიმუშაოთ, ხო, ამ ასპექტებზე. ანუ არ ვამბობთ მტკიცებით ფორმას, არც ერთ ვარიანტში. როცა ასტროლოგი გვეუბნება მტკიცებით ფორმაში, რომ ესე იქნება, ან არაპროფესიონალიზმია, ან ცოტა მამნებლობაც არის მან დემონსტრირება ძალაუფლების, ხო, სადღაც, რომ აი მე მეტი მესმის სიტყვაზე, რომელიც არ ვიცით სინამდვილეში და პლუს არაფრის მომცემი ინფორმაცია არ არის. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის ან ადამიანი დავაშინოთ, ან ადამიანს გადავუწყვიტოთ, რომ ესეა დამორჩა. არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს ეს აგარეთ, ჩემ თავზეც არ მუშაობს, ხო? მნიშვნელოვანი არის ფრთხილად აი, თუნდაც ჩვენ საზღვრებშიც ფრთხილად ვიყოთ, რომ მე არ ვიცი, აი ეს ჩანს. აქეთკენ როგორ ფიქრობ, აი აქ ეს ასპექტი არის, რა შეიძლება შეეხოს, ახლა რა სიტუაციაში ხარ, ხო, ვიმსჯელოთ. ან ბოლო-ბოლო თუ რაღაც ახლა საშინელებას ვხედავთ, ნუ მინიმუმ ადამიანს უთხრათ, რომ ახლა მე არასოდეს არ ვამბობ მაგას, როცა რამეს ვხედავ და არც ვიცი ახლა შეიძლება საშინელად არ იმუშაოს. მაგრამ ნუ ახლა რაღაც კუთხით ხვდები ხოლმე რომ თლად ახლა ბედნიერება არ დაეცემა თავზე, ხო, შეიძლება რაღაცა იყოს ისეთი, მაგრამ მე არ ვიცი, შესაბამისად ვერ მოვახვევ თავზე ადამიანს, მაგრამ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ აი მithქვამს, რომ აი ეს პერიოდი ფრთხილად იყავით. ბავშვთან დაკავშირებით თუნდაც, მაგალითად ეს გადააგორეთ ეს პერიოდი. ანუ შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ვხედავთ, მაგრამ არ ვამბობთ. და არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ როცა ვამბობ, რომ აი ამის თქმით რამე გაკეთდება, არა. დაისტრესება ადამიანი. შესაბამისად, რა საჭირო არის. ანუ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სიმართ, აი ამას ვასწავლი მე პირადად ჩემთან ასტროლოგიაში, რომ მუშაობას აქ თავისი არა მარტო ეთიკა, არამედ თავისი რეალობა არის ეს. ანუ მართლა არ ვიცით აქ როგორ არის და ტრავმა ფსიქოლოგიურად არ უნდა მევყანოთ ადამიანს, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე ხა ისეთი მომენტიც, როდესაც ადამიანი ძალიან აცილებულია თავის თავს და რეალობას და ნუ აი ჯიუტად რაღაცას იმაშოთ, ნუ არ არის ეგრე და შეიძლება უბრალოდ არ განუმტკიცო ეს ემოცია და არ დაეთანხმო რაღაცებში. ანუ კი, შენ ძალიან მაგარი ხარ, მინიმუმ არ უთხრა. ნუ არაფერი არ თქვა. არავინ არ იმაშება, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად კონსულტაციებშიც არის ხოლმე ეს პრობლემები და უნდა გაითვალისწინოთ. ანუ ცოტა პროფესიონალიზმი ამას გულისხმობს, რომ აქ ადამიანების, მოდი ესე ვთქვა, ცოტა სიყვარულთან მივიდიართ, ხან ადამიანს როცა არ გვინდა ვამნოთ, როცა პატივისცემით ვექცევით, როცა შედეგი გვინდა,
ადამიანთან, რომ მას შენი კონსულტაციის მერე ოპტიმიზმი უნდა წამოვიდეს, საკუთარ ძალებში რწმენა უნდა წამოვიდეს, თან ეს არ უნდა იყოს ტყუილი და ფანტაზია. აი რეალურად ხედავთ ხო აქ როგორ შეგვიძლია ეს ავკინწოთ და უნდა იყოს წელში გამართული. და არა შეშინებული დასტრესილი სიტყვაზე, ხო? და თან ეს ტყუილია, უბრალოდ არ არის ეგრე. უმძიმესი რუკებითაც უბედნიერესი ხალხი მინახავს ეს პრაქტიკული გამოცდილებითაც, ხო? და ადამიანზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, კიდე ერთ-ერთი მითი არ არის ასტროლოგია ფატალური, რომ ეს არის და მორჩა ეს ბედი არ წერია ესე. წერია ტენდენციები და წერია როგორ შეგვიძლია საუკეთესო ვერსია გავხდეთ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი თავის. ანუ ძალაუფლება, პასუხისგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მაგალითად ამას ვასწავლი კიდეც ასეთი ფორმის კონსულტაციაც მაქვს, რომ ვეცადო ადამიანს კი არ ჩაუდო პირში, ესე რომ თქვა, საღეჭად, რომ აი აქ ბედნიერება გელის, აქ ეხლა ცოტა მოითმინე, იქ გათხოვდები, იქ ფული გექნება. ეს არის სისულელე, სრული, არამედ ვიმუშაოთ ადამიანმა აიღოს პასუხისგებლობა თავზე, რატო არა აქ ეს რაღაცები, ან რატო ხედავს აქ ეხლა თავის, ან უფრო უკეთესად უნდა რომ თავი გაიცნოს. და ეს ძალიან ყველაზე კარგად მნიშვნელოვანი არის, ხო ეს? აი ეს მინდოდა თქვენთვის მე თქვა, კიდე შეიძლება გავაგზელო ეს, მაინტერესებს მე თქვენი კომენტარებიც, თუ არის რაღაც მითები, რაც გაინტერესებთ, უფრო პასუხი რო გავცე მაგალითად ამ კუთხით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდნა ასტროლოგიის საჭირო, რომ მივხვდეთ რეალობაში რა როგორ მუშაობს და მე მგონია რომ რაღაცაზე გავეცი პასუხი. თქვენ თუ გაინტერესებდათ ეს თემა და ველოდები კომენტარებს თქვენგან და წარმატებას გისურვებთ ეკოვრება ვერს.